მოგესალმებით ყველას, მე გახლავართ თადავლიანიძე, თქვენ უყურებთ სპორტინგის არხს. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ბათუმში, სადაც გაიმართება ინგლისური სპორტინგი, სადაც ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას და ამის შესახებ ნახავთ გვეყოლება. ამის შესახებ შესაბამისი ამის შესახებ ადგილობრივი ორგანიზატორები და გავარკვევთ რა არის ზოგადად ინგლისური სპორტინგი. მეორეჯერ ვიღებ ახლა მონაწილეობას, ამიტომ ნახოთ რა იქნება, როგორ იქნება, საინტერესოა, იძახიან რომ განსხვავებულია კომპაქტისგანაც და სპორტინგისგანაც, ასე რომ ნახოთ რა იქნება, წავედით. ყველა გამარჯვებადო. დავიწყეთ 30 გასროლიანი შეჯიბრებით და დღეს მივახციეთ იმდენს, რომ სამოყვარულო დონეზე 100 გასროლიანი შეჯიბრი გვაქვს. დღევანდელი ჩვენი ტურნირის მხარდამჭერია და ღონისძიების მხარდამჭერია აჭარის სპორტის დეპარტამენტი. ისთვისაც მადლობას გადავხდი, რომ დღევანდელი ღონისძიება ესე მოვაწყეთ. ასევე ჩვენი დღევანდელი ღონისძიების მხარდამჭერია რესტორანი Riverland, რომელიც გაგვიმასპინძლება და დღეს სადილს მოგვაწვის. მონადირეთა მაღაზია სამტრედიაში მონადირე და მონადირეთა მაღაზია ლეგიონი. ყველას მინდა წარმატებები გისურვოთ. მოკლედ მეგობრებო, როგორც ნახეთ, მისალმება იყო ყველაფერი. და ეხლა გადავდივართ უშუალოდ პოზიციებზე. მე-6 ნომერი ვარ და შესაბამისად 15-15-ად არის გაყოფილი სამი პოზიცია სასროლი. მე გადავდივარ პირველ პოზიციაზე, პირველი 15. წავედით. ვიყურეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, ჩვენთან საუკეთესო და საინტერესო ამბები ხდება. როგორი კმაყოფილი ხარ პირველი სერიის? შენიერი. ამდენი გააკეთე? 19 გააკეთე. გააღო, მაგარი. მადლობა. სპეციფიურია, ხო, რა სიტყვი? თავისებური, კი ბატონო, თავისებური სახეობა არის, რა. საინტერესო რაღაც. რა სიტყვი, ძია? კარგი. გინეცა? კარგი. მოგეწონა? რამდენი გააკეთე? 20 ეკასის გუნზე. ალადეც შენ. შეხედე ბათუმელები არ ახუმრობენ და აჭარლები და იგი გურულები და იცი, მეგრელები კიდე კაროჩე, აჯგირო ორდა, როგორ იყო? ჩვენ აჭარაში ვარ. აჭარაში ვარ, აქაც თუ ჯგირო. გურიაში ვარ, აჯგირო ორდა. როგორ ახარ, აბა? ატარა, რამდენი? მადლობა 19. 19, მალადეც. ესე იგი მე ვერ ვისვრი რა, კაროჩე რა. უკეთაც შეიძლება. უკეთესადაც შეიძლება, მართალი ხარ ჩემი ზანა. მოვედი ეგრევე, წავაწყდი პირდაპირ მოედანზე და ჩვენი სტუმარი პირველი. გავესაუბროთ ბათუმის კოლორიტი. ასლან როგორ ხარ ჩემო? კარგად ჩემო ძმაო, კარგად, ძალიან კარგად. აშვები, აბა, რა ხდება დღეს 1-2 სიტყვით? დღეს ხდება საინტერესო რამ ხდება, მიდაგითხრათ, იმიტომ რომ ეს უკვე ჩვენთვის კარგად ცნობილია, ვინც ზოგადად ნადირობით დაინტერესებულები არიან. მაგრამ საინტერესო არის ეს მთავარი ფაქტი, ის არის ამ სპორტინგიდან გამომდინარე, რომ ეს არის თითქმის მიახლოებული ნადირობასთან და ყველაზე კარგი ის არის, რომ ვინც ამ სპორტით დაკავდება, ის იქნება ყოველთვის ბუნების დამცველი, ნადირობაზე შეყვარებული ადამიანი, იმიტომ რომ ეს არის ის ჟირის მოკლა, რომელიც ქართულს გენეტიკურად, ხო იცით, აქ მიყვარს სროლა, რაღაცის წრევა და გენეტიკურად მოგდგამს. ინგლისური სპორტინგი ბათუმში პირველად არ ტარდება და ძირითადად ბათუმელები ხართ ხოლმე ორგანიზატორები ამ ინგლისური სპორტინგის რა და ამასთან დაკავშირებით რას გეტყვი ორი სიტყვით?
ჩვენ ფაქტიურად ბათუმის სპორტინგი დავიწყეთ ძალიან პრიმიტიულად მინდა გითხრათ დავიწყეთ ისა ხო გახსოვს რა ის მექანიკური თევზები 30 გასროლიანი დავიწყეთ ყურებით ვიღაცის გადმოცემით მე ახლა პირველად რო ვისროლე მე ცოტა გარბენი დიდი მაქვს ჩემოცვა რა ძალიან დიდი გარბენი მაქვს მადლობა გაიხარე და მადლობა მასპინძლობისთვის და ზოგადად ესეთი კაი ტურნირების მოწყობისთვის სადაა ჩემი სიყვარული მსროლელი? გავქერი დღეს ბედაში. ვიცი არაფერი მისვე ჭკავეთ? ეგრე გამო ასმეთ ება ინგლისური სპორტინგი როგორია რა არის ვაფშე გითხარი ორი ნადორი აბასთან უფრო ახლოს ასოცირდება ინგლისური სპორტინგი და ვფიქრობ რომ როგორც ადგილობრივ ესე იგი მონადირეთა კლასს როგორც ჩანს მე მგონი სპორტით დაკავებულ კლასსაც თანაბარი შესაძლებელი ჩვენი გურული ჩვენი ძმა აბა როგორ გძნობ თავს როგორ მოგწევს როგორ ვცნობ თავს? ხო იცი, ახლა ვებხვი, მაგრამ ჩაჯმული. კი, გავხურიდე. სიცხეა თორე დანარჩენი ყველაფერი ჯიგრული და მაგარია. სიცხე გვიწევს, მაგრამ ჩვენ შევუდგეთ. ის ვინ არის მაფიოზი ვინ არის ბიჭო ენის როგორ ხარ აბა? კარგად ხო როგორ ხარ? ნიჩიო ბრატ, ნიჩიო. აბა რამდენი ხანია? ვაფშე იღებ მონაწილეობას ამ თოფი გავიფორმე 1 წელს უკან, იქამდე არ დამიჭერია ანუ ესე იგი დამწყები ხარ, ხო ეგრე გამო? დამწყები. პირველი გამოვედი ივნისში, ბახმაროში. იქამდე არ გავსულარ ვაფშე. ალადე ძამია რა. ძალიან დიდი მადლობა ყავისთვის ძმაო, აგერ დენისი არის მოწესრიგებული ახალგაზრდა. ესეთი ახალგაზრდები გჭირდება სპორტინგში. მომზადებული სრულად, ეგრე არ არის დენი. წარმატებები აბა შეიძლება. ოხე ირო ის მიხვალ, ხა? ძამა. ჩვენი გურული მსაჯი. მაშინ მივაღა. ასულია რა, მოსულია. ასულია. ასასროს უახლოვდება ჩვენი ინგლისური სპორტინგი და ესე იგი მაგრა დავიღალეთ. კაი შეჯიბრი გამოვიდა. გადრი მოიგო, მეორეზე გავიდა იგი ისაკაძე და მესამე ადგილზე გადასროლა მიწევს ჩხაიძესთან. გიორგისთან. საკმაოდ საინტერესო იქნება და გადასროლაში მეორე თუ არ ვცდები და კაი გამოცდილება იქნება მით უმეტეს ინგლისურ სპორტინგში საერთოდ არაბა გამოცდილება. ასე რომ საინტერესოა ნახოთ რა იქნება. თუმცა ისეთი დაღლილი ვარ, ისეთი დაღლილი რომ არ ვიცი რა. ნახოთ შემოგთავაზებთ მაგასაც შემოგარგებო. ოთარ დაულიანიძე მობრძანდი პატივსაცემლოდ. ოტო თეთრები გელოდება სტენდზე, ვიცი რა ხარ ჭირდება. ესეც შენ. ესეც მო შენ საჩუქრად ესეც დაგჭირდება. 150 თებში პლუს საჩუქრად შენ. იქ სტენდზე. ესეც თქვენ. მადლობა. გამსახურებული მეორე ადგილი სულ რაღაც ერთი გული. დააგდა პირველ ადგილს. მეორე რაჭველი. და მეორე ადგილზე გასულს ეს სათვალეები თქვენ ეს სიგელის თქვენ პადრი სადახა პადრი
ზეწებუკივი დაფარებული და